ხების სილავე კავკასიონის ფრთაგარეხილის ლოჯი იერი და საქართველო ანანურის ციხე სიმაგარე აღმოსავლეთის ხერხემალი დიდმშვენი ეს სანახები უსასრულო საღვთო ლამაზი და ისტორია მამა პაპურ ქვევრში მაჯარი ჩოლოყაშვილი ჭავჭავაძე კოტე აფხაზი საქართველოზე შემორტყმული კამარა ხანჯალი მაინც რით ფასობს ეს ვერაგიწლთი სოფელი თუ სამშობლოსთვის ქართველურად გული არ აგიძაგერს არ დაგითმია უანგაროდ ქვეყნა ყოველი ვინც შინისელებს გიორგი ანწუხელიძე სამაჩაბლოში ემძელები გაფითრებულან გარინდებულან ქართველები საქართველოში ქართველები არაგუდებიან იბადებიან ქართველები საქართველოში ქართველები არაგუდებიან იბადებიან ქართველები საქართველოში დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ემოციის გარეშე ხარვის მოსმენა ნამდვილად შეუძლებელი არის და ძალიან დიდი მადლობა ეკა კვალიაშვილს. ამ სიმღერას და რა თქმა უნდა, პოეტს თინათინ გუდლიაშვილს აი ასეთი შესანიშნავი ტექსტისთვის და მე როგორც ვიცი, ეს სიმღერა თქვენ შეასრულეთ, სულ ცოტა ხნის წინ იყო ანუ თქვენი ტურნე და იქ ну დაინგრა დარბაზი რა თქმა უნდა ამაზე და კიდევ მოგიწიათ ამ სიმღერის მღერა კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ რომ კიდე არაერთხელ მოვისმენთ ამ ლამაზ სიმღერას. აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ როგორ იყო ეს ამბავი. ეს სიმღერის შექმნის ისტორიაც და რა თქმა უნდა ეს ისტორიაც რომელიც წეგამთ. სიმღერის შექმნის ისტორია ძალიან ის რაღაცნაირად ძალიან უბრალოდ მოხდა. ჩემთან იყო მოსული ჩემი მეგობარი ვახო ხოზმიაშვილი ალბათ ჟურნალისტი იცით და მითხრა რომ თინიკოს აქვს ფანტასტიკური ლექსი. და უნდა შეიქმნას ამაზე სიმღერა და მე ვაპირებდი უკვე გაკეთებას, კეთების პროცესში ვიყავი, ჩემი საავტორო საღამოსი ფილარმონიაში, რომელიც 23 მაისს გაიმართა და რა ვიცი მე ვთხარი მომეცი ლექსი და თუ მოვიდა ტვინში და ეს მუზა მოფრინდა კი ბატონო მე ამას გავაკეთებ და წავიკითხე თუ არა ეს ლექსი ვახო მეუნება დაწერე სიმღერა დაწერე ყავას მივირთმევდით სამზარეულოში და ვაიმე მე ვთხარი ეს შეკვეთით არ შემიძლია და რომ მოვა მე ვთხარი კი და ნუ ეს დავამთავრეთ საუბარი და ვახო წავიდა და ამ დროს ავიღე ეს ლექსი დავჯექი და სიმღერა დავწერე უცბად აი ესე თან ჩავთე დიქტოფონი და ეს ავდექი და ეს ჩანაწერი ვახო სანამ მანქანაში ჩაჯდა და სახლში ჩავიდა ეგ ჩემ მეზობლად ცხოვრობს გაუგზავნე სიმღერა დავწერე მეთქი მე ვთხარი რამდენიმე წუთის ამბავი გამოდის ხო ჯამში და აი ის ენერგია რაც ახლა ჩვენთან სტუდიაში დატრიალდა რაც სცენაზე დატრიალდა და რამაც შემდეგ მილიონობით მაყურებელი დააგროვა ხო გამოქვეყნების შემდეგ აი ეს ენერგია რანაირად იკრებს თავს ერთ ადამიანში ისე რომ 15 წუთში აფეთქდეს და ესეთი სიმღერა შექმნას აი ეს პროცესი რომ აღვიხსნათ მე მადლობელი ვარ თინიკო გუდლიაშვილის ამ შემთხვევაში
შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ ლექსმა მიბიძგა მე, რომ ეს სიმღერა შექმნილი იყო. ეს ლექსია იმდენად შთამბეჭდავი და იმდენად მაგარი, ესე ვიტყვი რა, ქალაქურად. იმდენად მაგარი. ძალიან მაგარი ლექსები აქვს. თინიკოს, ნუ ახლა ხო იცი, თინიკოს პატრიოტული ლექსები აქვს საოცარი და გოგიდოლიძე ასრულებდა ხმალიავრეს ქართველებოდა, ნუ რაღაცა საოცარი და ეს რომ მოვისმინე და კი არა და რო წავიკითხე და თან ეს ჩვენი გმირი ბიჭების სახელები, გვარები, წარსულის ჩვენი თანამედროვეების რო წარმოვიდგინე ეს ყველაფერი, აი დედას ფიცა ვარ ცუდად გავხდი და აი წამოვიდა ეს ემოცია და აი ესე შეიქმნა ეს სიმღერა. შეიქმნა შემდეგ უკვე ზურა მახნიაშვილი მუშაობდა ამ ყველაფერზე. ჩემი ლევან ჩხავიძე გავაკეთებინე, ჩქარა და ამიკარი მე ვთხარი, ჩემი კი ვარ პიანისტი, მაგრამ ნუ ესეთი უკვე ვეღარა ვარ, რამდენი წელი გავიდა და ნუ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ზურამ გააკეთა საოცარი არანჟირება. ნუ ცოცხალი შესრულდა, რა თქმა უნდა, მე თბილისის კვარტეტი ისედაც მღეროდა ჩემს კონცერტში, ჩემს ერთ-ერთ სიმღერას და მოვთხარი ბიჭებო, მოდით მეთქი ვირეპეტიციოთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ თქვენ ჩემთან ერთად იმღეროთ ეს სიმღერა, აქ ბიჭების ხმები მინდოდა და ვირეპეტიციოთ და გამოვიტანეთ კონცერტზე, შესანიშნავი გამოვიდა. შესანიშნავი რომ გადმოგცეთ, იმიტომ რომ ახლა სტუდიაში მართლა ყველა დადუმებულები გისმენდით და მე მგონი ყველა წრემლიანი თვალებით, აი რაღაცნაირად თან ერთდროულად ძალიან მძიმეც იყო რა თქმა უნდა ტექსტის გათვალისწინებით ამ სიმღერის მენა თან რაღაცა სიამაყითაც აგავსებს და რა მოხდა დარბაზში? აი რა ემოცია იყო იმ მომენტში? დარბაზში ის მოხდა რომ მე მგონი ფილარმონია სერიოზული სარემონტო გახდა, იმიტომ რომ ისეთი ოვაციები იყო. აი ხედავთ ამ ყველაფერს კადრშიც ახლა და თან აი საოცარი სიტყვიერად შეიძლება. იდგა ყიროდნენ ბრავოს, მე ჯემალ სეფიაშვილი იდგა იქ მესამე რიგში და ეკა გაიმეორე და მოგიწიათ მეორედ გამოვიდა. კი, გავიმეორე და ესეთი უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ნუ ეხლა როცა სიმღერის პრეზენტაცია ხდება ცალკეული რაღაც კლიპის და ასე შემდეგ, იქ აუცილებელიც არის მეორედ რომ გაიმეორო, მაგრამ ფილარმონიაში ეს რაღაცები არ ხდება და გავიმეორე ეს სიმღერა და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ უკვე თინიკოც იყო დარბაზში. თინიკოს ვიცოდი სადაც უნდა მჯდარიყო და იქით ველაპარაკები, მე ხო ვერ ვხედავ დარბაზში ცაძის და თურმე თინიკო იქით ზის და აქეთ ვარეკა. არის მთელი ისე და მოკლედ მე რა ხომ ჩამოიყვანა თინიკო რომ ადის სცენაზეო და ამოვიდა თინიკო ისე გამიხარდა რაღაცა შეიკარებები მოხდა, იცი? შემდეგ უკვე ნანაცინცაძეც ამოვიდა, იმიტომ რომ ძირითადად ნანაცინცაძეს ლექსებზე მაქვს სხვა სიმღერები კიდე და ნუ მოკლედ თელი ის იყო, აჟიოტაჟი იყო იქ. თუმცა სოლო კონცერტის მერე იყო კონცერტების მთელი სერია აგვისტოში, ხო სხვადასხვა რეგიონებში და იქაც ყველგან ასრულებდით აი ამ სიმღერას. ყველგან ვასრულებდი და ყველგან ერთი და იგივე ემოცია იყო, აბსოლუტურად ყველგან იყო აღფრთოვანება, იყო ცრემლები, იყო და მე ძალიან მიხარია ერთი რაღაც, რომ რა თქმა უნდა მიხარია ის რომ უკაცრავად ჩემი სიმღერა და ნამღერი ამ ხელაში შთაბეჭდილებას ტოვებს და დაუცრემლს გურის ადამიანს და ნუ რაღაცა მომწონს ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ახლა ამას ვერ მოიტყუება. მაგრამ ისიც მომწონს ძალიან რომ ჩვენ გავიხსენეთ ის ბიჭები და პატივი მივაგეთ რაღაცით მაინც. ამიტომ ბევრს აღარ გამაგრძელებ. აი რა არის გასაგებია რომ მე ამგონია რომ ამ სიმღერას ვინც ვერ გაიგებს ქართულ ენას გულისხმობ, მისთვისაც კი ძალიან ემოციური იქნება. მხოლოდ ტექსტში არ არის მთელი ეს საიდუმლო და რა არის მთავარი თქვენი აზრით, რამაც აი ასეთი გავლენა მოახდინა თქვენს მსმენელს? ჰარმონიული თანაწყობა, რა თქმა უნდა, იმათთვის, ვისაც ლექსი არ ესმის და ემოცია. და ხმა, თქვენი ხმა, რომელიც არის ხმა გამომდინარეობს, ნუ რა თქმა უნდა ხმის ტემბრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ხმა და შესრულება გამომდინარეობს უკვე შენი ემოციიდან და შენი ზუსტი შეგრძნებიდან იმისი, რაზეც არის სიმღერა, რატომ უყვართ დაუშვათ სიმღერა დაასხი ჩემი, აი რატო, იმიტომ რომ ზუსტი გადმოცემული ემოცია და იმიტომ ემოცია ყველაზე მთავარი, აი იცი ყველაზე მთავარი არის იყო მართალი. ნამდვილი უნდა იყო ხელოვანი და
უნდა თამაშობდე რომ რაღაც აუ სცენაზე ვდგევარ და რაღაც კაი ტიპი ვარ. არა. უნდა იყო მართალი, უნდა გიყვარდეს ის საქმე და საკეთებ, უნდა გიყვარდეს შენი მსმენელი აუცილებლად და შენ არ აქვს შენთვის მნიშვნელობა ვინ ზის დარბაზში. და ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ეკა უნდა იყო კვალიაშვილი და თინათინ გულიაშვილი უნდა იყო, რომ აი ესეთი სიმღერა გამოგივიდეს, ესეც აუცილებელია და რა თქმა უნდა ზურა მახნიაშვილიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა კვარტეტიც. მე მადლობელი ვარ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სიმღერაში და ყველას ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებულიო რომ მილიონამდე ნახვა თქო გადაცემის დასაწყისში ვახსენე, მაგრამ აუცილებლად კიდევ 1 მილიონი შეემატება ასევე ერთ დღეში ეს არ გვეპარება რა დამსახურებული იქნება ეს რა. რამე ახალს კიდე დავწერმა. და გელოდებით თქვენთან აი ამ სტუდიაში. ასეთი მუხტისთვის რაც შემოიტანეთ ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა. გიხარია თქვენი მობრძანება. მადლობა.